მოგესალმებით ჩემს საყვარელო გამომწერებო მიუხედავად იმისა რომ გვიანია უკვე პირველი საათი დაიწყო გამითავდა სახის ნიღაბი და მინდა თქვენთან ერთად მომამზადო შეკითხვებიდან გამომდინარე და ძალიან ბევრი მირეკავდა ზოგი მეუბნება რომ აი ისეთი გლუვი არ არის საფუარი არ გაიხსნა როგორ მოვამზადო თქვენთან ერთად მინდა ეს ნიღაბი მომამზადო და კარგად მიყურეთ ხელებში როგორ ვამზადებ არის აბსოლუტურად როგორც აი საცხი რო ხდება გლუვი ისეთი ხდება აუცილებლად ვატარებ ხოლმე მაცივარს და ზოგადად ეს ნიღაბი მაცივარში ინახება არის ნამდვილად მუშა რეცეპტი ჩათვალეთ რომ არის ბუნებრივი ბოტოქსი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ყოველი მეორე ადამიანი ქალბატონი მაჩერებს და ხშირად მეკითხებიან როგორ ინარჩუნებ ესე სახის კანს, რას უკეთებ, როგორ გამოიყურება შენი სახის კანი. ასე მე ძალიან ხშირად ვიკეთებ სახის ნიღბებს და განსაკუთრებით აი ყველაზე ეფექტური, აი მიმიკურ, აი ტუჩთან განსაკუთრებით მწეველი ქალბატონები ვინც ხარ და აი ტუჩთან რო ჩდება, ტუჩის ირგვლივ რო ჩდება ნაოჭები, აი ის, აი ქვემოთ გაყოლებაზე, აი ორი ნიკაპის ზემოთ ორი ღარი რო ჩდება, აი საოცრება, არა მარტო ღრმა ნაოჭებს ერევა ეს ნიღაბი, აი წვრილ ნაოჭებზე ხო აღარაფერს არ ვაბობ, მოკლედ ბევრი რო არ ვისაუბრო, ეხლა თქვენთან ერთად ვიწყებ გაკეთებას. აქ არის აი ნახეთ, აი დაახლოებით აი ნელთბილი წყალი, ცხელი არა, აი ნელთბილი წყალი დაახლოებით 1 სუფრის კოვზია. ეხლა ამოვიღებ ერთ სავსე სუფრის კოვს საფუარს. აი აქ მაქვს საფუარი ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ გაქვთ თქვენ აი სվել საფუარს რო ეძახით. აი ნახეთ ერთი სავსე რო გამოვიდეს, ნახეთ, აი ერთი სავსე. ვინაიდან ბევრი აი არ გაიხსნა საფუარი, მეორედ რო ვიდეო ჩავწერე, იქ ვამბობ რომ ოდნავ თბილი წყალი დაამატეთ მეთქი, მაგრამ არ მიაქციეთ ყურადღება, აი ნახეთ, აი ეხლა აი ესე ოდნავ უნდა გავააქტიურო. რომ აი ეს რაც თქვენ სახეზე არ მიჩერდებაო რომ წერთ, აი ეს კარგად გავააქტიურებ და დაგიბრუნდებით. აი ესე ხელის მოძრაობით გავთქვებ და დაგიბრუნდებით. აი ნახეთ, გააქტიურდა საფუარი, აი ეს ნახეთ, აი კრემისებური მასა გახდა. ეხლა აქ პირდაპირ სავსე, აი ნახეთ, ერთი სავსე ესეთი ღრმა ჩაის კოვზე მიჭირავს ხელში სოდა. გაუკეთე. მაშინ ყველაფერი ერთად ჩავყარე, მაგრამ მეგონა რომ თქვენ თანმიმდევრობას დაიცავდით, მაგრამ აი ხა ხელახლა ვხსნიო. აი ნახეთ, როგორი გლუვია უკვე და როგორი იხსნება. საფუარი უკვე გახსნილია. მე იმიტომ ვთქვი მაცივარი გამოვატაროთ, მეთქი მაშინ რომ მაცივარში ისედაც გაიხსნებოდა საფუარი. ახლა მე არ ვიცი თქვენ რა საფუარს ყიდულობთ, მაგრამ აი საფუარი გავხსენი უკვე. კარგად არის უკვე გახსნილი, ნახეთ. ეხლა აქ მაქვს ერთი კვერცხის გული. ეხლა ერთ კვერცხის გულს ჩაუშვებ. ნახეთ, როგორი გლუვია. ხედავთ, როგორი გლუვია და გახსნილია უკვე საფუარი. მე ეხლა მომივიდა ოდნავ მეტი თბილი წყალი. თქვენ გაუკეთეთ ერთი სუფრის კოვზი, მეტი არა. ეხლა ამას მე გავუკეთებ ერთ სუფრის კოვს ზეითუნს, ეს მყოფნის ხოლმე დაახლოებით 7-8 დღე, აი ყოველდღიურად რო წავისვა, თუ არ დამავიწყდა. ნახეთ. აი, მეტი არ უნდა. კარგი ხარისხის ზეითუნის ზეთი გაუკეთეთ. აი. და ვინაიდან მე ახლა წყალი მომივიდა მეტი, ამიტომ სისქისთვის დაუმატებ და ისედაც ეს არის სიმინდის სახამებელი და სახისთვის არის უებარი, დაუმატებ დაახლოებით 1 სუფრის კოვს და დაგიბრუნდებით. და აი საბოლოო შედეგით მივიღეთ თიხასავით გლუვი მასა, ნახეთ.
თიხასავით გული მასა, ეს მეყოფა დაახლოებით 7 დღე, მთლიანად ყელზეც რო დავიტანო, აუცილებლად არ დაგავიწყდეთ ყელი, იმიტომ რომ ყელი პირველ რიგში ბერდება და იწყებს დაბერებას. ეხლა აი ამას კიდე გადავაფარებ, ბევრია და კონტეინერში არ ჩამეტება, გადავაფარებ და მაცივარში მექნება. ჯერ რასასიამოვნოა დილით, როდესაც მაცივარს გამოაღებთ და აი ამ მოშვებულ სახეზე, აი მცივ, აი ესეთ ინგრედიენტებს წაისმევთ. ეხლა რას გავაკეთებ? ჩამოვირეცხავ, რა თქმა უნდა, მაკიაჟს და მერე დავიდებ სახეზე, ყელზე, გავიჩერებ 20 წუთი, ჩამოვიბან, რა თქმა უნდა, თბილი წყლით და მერე ჩემს საყვარელ საცხს წავისვამ. რომელ საცხსაც ხმარობთ, აი მერე თუ მინდათ ელემენტარული ნივია და E ვიტამინი ერთმანეთში არეული წაისვით და ერთი თვე არ დაგჭირდებათ, 2 კვირაში უკვე ყველა გეტყვით, რომ აი რა გჭირს, რამე ტონალურს ხმარობ, რამე გაიკეთე სახეზე, აი ეს არის ჯადოქრობა, ნახეთ როგორ აი ეს როგორ არ უნდა გაგიჩერდეთ ხალხო სახეზე, ნუ გადამრიეთ და ეს როგორ არ არის კლუბი. უბრალოდ მაშინ ერთად ჩავყარი ინგრედიენტები და მაინც გაიხსნა ჩემთან და ნუ ზოგიერთებს ვერ გააკეთეთ, ვერ გახსენით და მე პრეტენზიებითაც დამირეკეთ მე რა თქმა უნდა, მაგრამ არა უშავს. ეხლა მოვამზადეთ ესე, იყავით ლამაზები, ჯანმრთელები და ბედნიერები, მიყვარხართ ძალიან.